პენსიებზე 20 ლარის მომატების შემდეგ საქართველოში 2026 წლიდან ელექტროენერგიაზე გადასახადი იზრდება. კონკრეტული ციფრები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი გადაწყვეტილება მიღებულია. ამის შესახებ სემეკის ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ ისაუბრა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება ტარიფების მომატება ბუნებრივ აირზე. ელექტროენერგიაზე გადასახადის ზრდის პარალელურად საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების მტკიცებით საქართველოში საარსებო მინიმუმი თვეში 255 ლარია. საშუალო ხელფასი კი 2271 ლარი. ოცნება მემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა აუკრძალა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად მოქალაქე ხმის მისაცემად საქართველოში უნდა ჩამოვიდეს. ევროკავშირის 26 ქვეყანა ოცნებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ვიზა ლიბერალიზაციის მოთხოვნები. დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და დემოკრატიული რეფორმების გატარება. ეს ის მთავარი მოთხოვნებია, რომლის შესრულებასაც ევროკავშირის საბჭო უნგრეთის გამოკლებით ოცნებას თხოვს. სულუკიანის კომისიის დასკვნა წიგნად გამოსცეს. მზადდება ინგლისური თარგმანიც, რომელიც პაპუაშვილის თქმით ყველა რელევანტურ ორგანიზაციასა და საელჩოს გაეგზავნება. დოკუმენტი, რომლითაც ოცნებამ წინა ხელისუფლება ომის დაწყებაში დაადანაშაულა, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს აღიარებად ჩათვალეს და ოცნებას გულწრფელობა მოუწონეს.